სამკუთხედი პირდაპირ ეთერშია. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ძალიან აგრესიული რეაქცია ექნება, მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკა დარჩება. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე საქართველო არ წავა. მეტი კი არაფერი შეუძლია. ეს არის რუსულ პრესაში გაკეთებული განცხადება. როგორ იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი? საღამომშვიდობისა დღეს ჩვენი სტუმარია ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. ამ თემასთან ჩვენ მასთან ერთად ვისაუბრებთ. საღამომშვიდობისა ბატონ გიორგი და პირველი კითხვა რა არის ადეკვატური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან? რა გეგმა მუშავდება და როგორია საბარაუდო სცენარები? გეგმას სრულად ცხადია ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ბუნებრივია. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არ უნდა გამოგვიყვანოს წყობიდან არც ერთ სიტუაციაში ჩვენმა მოწინააღმდეგემ და ფაქტია, რომ დღეს რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას ისე სიტყვით კი არა, არამედ სერიოზულად ფიქრობს და გამსამნაბიჯებს და გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, ეს არის დიპლომატიური, სამართლებრივი და იურიდიული მექანიზმები პირველ ყოვლისა, იმისათვის რომ არ დაუშვათ აი ეს რასაც რუსეთი ლამობს. რუსეთი უკვე წლების განმავლობაში არის ახდენს საქართველოს ამ ტერიტორიების ანექსიას. დღეს ის გადავიდა ამ დე-ფაქტო ანექსიის ლეგალიზაციის გზაზე და გადადგა ეს ძალიან სერიოზული, პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი. გასაგებია, რუსეთმა გადადგეს ძალიან საშიში ნაბიჯი. რა რესურსებს ფლობთ? რა შიდა რესურსებს ფლობთ? რა საერთაშორისო ბერკეტები გვაქვს, რომ ავამუშავოთ? თუ შეიძლება ძალიან კონკრეტულად ამ თემებზე, რა არის ჩვენი იმედი? პირველ ყოვლისა, როცა ლაპარაკია ქვეყნის არსებობაზე თუ ქვეყნის მთლიანობაზე, ამ შემთხვევაში ეს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ეს ერთ და იგივეა. დამეთანხმება ალბათ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენი რესურსი არის ჩვენი ხალხი. იმიტომ რომ სხვა არავინ არ გამიცავს. არა, მე აბსოლუტურად სერიოზულად ლაპარაკობ. ძალიან სერიოზული ვითარებაა და ამიტომ პირველ ყოვლისა მე, როცა ვინმე მეკითხება რა არის ჩვენი რესურსი, ვიტყვი რომ პირველ ყოვლისა არის ჩვენი ხალხი, რომელიც არის თავისუფლების მოყვარე, რომელიც არის ამაყი და რომელიც არავითარ შემთხვევაში რომელიც იბრძოლებს ყველა შესაძლო მეთოდით და მისი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ მისი არსებობა შეინარჩუნოს. ჩვენ გვაქვს საამისოდ მზად ძალიან ბევრი რამ, აი ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სულ ამაზე ვლაპარაკობდით, ბევრი გვეუბნებოდა რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდა, ბევრი გვეუბნებოდა რომ ჩვენ ხალხს ვცდილობთ ხალხი დავაშინოთ, იგივე ლაპარაკობდნენ არჩევნებთან დაკავშირებით, აი გაზაფხულზე რატო მოიგონეთ ეს ამბები, გასაშენ ბევრი რაღაცა ჯარს რატო აშენებთ, რატო ყიდულობთ ამას, აი გაიხსენეთ, ამოიღეთ ახლა თქვენ ჟურნალისტები ხართ, ამოიღეთ რას ასე ვთქვათ, რას უყენებდნენ პრეტენზიად საქართველოს ხელისუფლებას და თემი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაძლიერებდით ყველა ჩვენ სტრუქტურას. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანა პირველ ყოვლისა არის ავმოქმედოთ ეს სტრუქტურები. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის ჩვენი იუსტიციის სამინისტრო. ეს არის ჩვენი ყველა ის სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებული არის კონფლიქტების დარეგულირებასთან, პირველ ყოვლისა რეინტეგრაციის სამინისტრო, უშიშროების საბჭო, ყველა შესაბამისი სამინისტრო, რომელსაც აქვს თავისი გავლენა. ძალიან ინტენსიურად თამაში გვარწმუნებდა საქართველოს ხელისუფლება. რა რესურსი დარჩა დამატებით? თქვენ ხო ისედაც მუშაობდით? ისედაც მუშაობდა ეს სტრუქტურა. ბუნებრივია, ეს სტრუქტურები მუშაობდა და სწორედ ამ მუშაობა მოგვიტანა დღეს ის ვითარება, რომ ბუქარესტის სამიტზე ხმალა მოღებული იბრძოდა ძალიან ბევრი სახელმწიფო საქართველოს ინტერესების დასაცავად და ყველა დამერწმუნებით ალბათ ამ სახელმწიფომ ძალიან კარგად იცოდა რა პლუსი და მინუსი ქონდა, რა ძლიერი თუ სუსტი მხარე ქონდა. ბუქარესტის სამიტზე ანგარიში გაუწეს სწორედ რუსეთს. აი ამ დიპლომატიურ ომში თქვენ იმედი გაქვთ იმ ქვეყნების, რომლებმაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს არგუმენტების საწინააღმდეგოდ ჩვენ უარი გითხრა მაპზე? საქმე იმაშია, რომ პირველ ყოვლისა მე იმედი მაქვს ჩვენი მეგობრების, იმიტომ რომ ძალიან მცირე ნაწილმა ნატოსი უარი თქვა რუსეთის ხათრით პირველ ყოვლისა მეპზე, მაგრამ არ ამგონია რომ ისინი წავიდნენ ისეთი ფუნდამენტური პრინციპების უარყოფაზე, როგორც არის მშვიდობა, თავისუფლება, სუვერენიტეტი და მცირე ხალხის ასე ვთქვათ უფლება დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი და აი სწორედ ამ სტრუქტურების და სახელმწიფოს მუშაობის შედეგი იყო ის, რომ
უმეტესობა ნატო სახელმწიფოებისა ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას ასეთ პრინციპულ საკითხში და ეს დამეთანხმებით ალბათ ჰაერიდან არ მოსულა, ეს ისე არასდროს არ მოდის. შესახებ აფრთხილებდით ამ ქვეყნებს. სწორედ ამას ამბობდა პრეზიდენტი სააკაშვილი ბუხარესტის სამიტამდე. თუმცა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. დიახ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ რასაც ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ მეპის არ მოცემით რუსეთმა შეიძლება აღიქვას, რომ რუსეთს აქვს გავლენა ისეთ პროცესებზე, რომელ პროცესებზეც მას არ უნდა კონდეს გავლენა და ამის უფლება არ უნდა მისცეს ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა. და ესეთი რამ მოხდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მეპის არ მოცემის კვალობაზე ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრად მეტი გარანტიები ნატოში გაწევრიანებისა, ვიდრე იქნებოდა მეპის მიღების შემთხვევაში. და ამიტომ რუსეთმა ამ ვითარებაში ორი სიგნალი მიიღო. პირველი სიგნალი ის რომ მან დაინახა რომ უკვე პროექტიან წამზომი ჩართულია ვიდრე საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და მეორე მხრივ მან ასევე მეპის არ მოცემით დაინახა რომ მას გარკვეული ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ზოგიერთ სახელმწიფოზე, ანუ რაღაცა განხეთქილება შეიტანოს ალიანსში და ამიტომ მან დაინახა რომ მას აქვს აი სწორედ ის ვადა რომ რაღაცა გააკეთოს და წამოვიდეს ამ პროვოკაციას. ჩვენ ეკა მე ვიტყვი ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ამას ვარაუდობდით, როდესაც საუბრობდით რომ პუტინის წასვლა ნატოს სამიტი ეს ის მომენტია აი ამ წლის გაზაფხული, როდესაც არ ღირს პოლიტიკური ვითარების დაზაბვა ჩვენ ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ სწორედ ამ დროს შეესწება ჩვენი მოწინააღმდეგე გააკეთოს ისეთი რამ, რომელიც იქნება მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგო და ჩვენ სწორედ ამ მომენტში გვჭირდება კონცენტრირებული ვიყოთ ჩვენს საქმეებზე და არ ვიყოთ თუნდაც ჩართული აი ამ წინასაარჩევნო ბატალიონში. ბატონ გიორგი, ლავროვის ცნობილი განცხადებაა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრები. სწორედ ამ კონტექსტში რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები არის თუ არა ღია მცდელობა იმისა, რომ საქართველო იყოს ჩათრეული ომში? რა თქმა უნდა. სწორედ ეს არის ეს ნაბიჯი, ეს არის მე უკვე გითხარით პროვოკაციული ნაბიჯი და ძალიან საშიში ნაბიჯი. ჩვენ ამიტომ მივმართეთ მაგრამ ომი ეს ნიშნავს ასევე ჩვენთვის პერსპექტივის დასრულებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრები, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, გავხდეთ ასევე ევროკავშირის წევრი. ანუ ჩვენთვის პერსპექტივის მოსპობას ნიშნავს. რა სერიოზული დილემის წინაშე დგას ხელისუფლება, რა არის ამ დილემის გადაჭრის გზა, რა სცენარებზე მუშაობთ და რა არის თქვენი კონკრეტული გეგმა? ჩვენ ძალიან მარტივი დილემის წინაშე ვდგევართ. არ მგონია რომ ეს დილემა იყოს მარტივი. მე მინდა რომ ესე დავინახოთ, იმიტომ რომ ჯობია რომ როიტყვიან დაჟეჟის გატეხილი ჯობია, რომ სიმართლეს რაც არ უნდა მწარე იყოს გაუსწორო თვალი. ან ჩვენ ვართ ერი და ვიქნებით ქვეყანა, ან ვიქნებით დამონებულები. ეხლა ამას როგორ მიაღწევს ჩვენი მოწინააღმდეგე, ეს მეორე მხარეა და ჩვენ როგორ მივახცევთ, რომ თავი ავარიდოთ ნებისმიერ იმგვარ კონფრონტაციას, რომელშიც ჩათრევასაც იგი ცდილობს. მეორეჯერ ვიწყებ ამ წინადადებას და ვერ დავასრულებ და მინდა რომ ეს დავასრულო. მოდის ვიხდი რომ ჩვენ მივმართეთ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს. საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მეც გავაკეთე განცხადება, ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს. მოახდინონ ადეკვატური რეაქცია ამ მეტად პროვოკაციულ და აგრესიულ ნაბიჯზე, რომელიც განახორციელა რუსეთის ფედერაციამ და ეს არ არის რაღაცა ისე აბსტრაქტული რამ. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო საზოგადოების ერთობის პირობებში რა შემაკავებელი ძალა აქვს მათ მოწოდებას და მათ კონკრეტულ ქმედებებს. ერთობა და ეს მხარდაჭერა ყოველთვის არ მოქმედებს და ამის დამადასტურებელი იყო ბუხარესტის სამიტი. ამის დამადასტურებელი სწორედ არ იყო. იქ არ იყო ერთობა. ამას გეუბნებით, თუნდაც ამ თქვენი მიმართვის შემდეგ რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენ მიიღებთ მხარდაჭერას თუნდაც იმ ქვეყნების, რომლებიც გაფრთხილებულები იყვნენ ამ საშიშროების შესახებ? ჩვენ კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს პირველ რიგში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. გარანტიები ამ ქვეყანაზე არც საშინაო პოლიტიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში არ არის. მოდის ვისაუბროთ ამ ჩვენი თავის იმედზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ ფიქრობთ და საქართველოს ხელისუფლება განიხილავს ძალის გამოყენებას? ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რომ ომამდე არ მევიდეს საქმე. ეს არის დიპლომატიური, სამართლებრივი, იურიდიული ბერკეტები და კიდევ ვიტყვი, რომ აი ვინც მაშინ გაემიჯნა უმრავლესობის პოზიციას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ აქვთ შენარჩუნებული
თავარი პრინციპებისადმი და იდეალებისადმი ერთგულება და ისინი ასეთ მწვავედ ვითარებაში უკვე იქნებიან ერთიანობის მომხრე და დაუპირისპირდებიან ყველა დანარჩენს. ბატონო გიორგი, განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ძალის გამოყენების შესაძლებლობას? ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ დიპლომატიური გზებით ბრძოლას, იურიდიული და სამართლებრივი გზებით ბრძოლას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი ჩავერთოთ რაიმე კონფრონტაციულ ქმედებაში. კი ბატონო, გასაგებია რომ თქვენ განიხილავთ ამ რესურსს, თქვენ აამოქმედებთ ყველა დიპლომატიურ ბერკეტს, მაგრამ საკითხი დგას ასე, რომ ეს არ არის ის რუსეთი, ელცინის რუსეთი, რომელიც დიდწილად იყო დამოკიდებული დასავლეთზე. გასაგებია, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში არის ქვეყანა, რომელიც აშანტაჟებს ევროპას, მას აქვს ბერკეტი ენერგორესურსების სახით და როგორც ბუქარესტის სამიტმა აჩვენა, ძალიან დიდ ანგარიშს უწევს და ევროპის წამყვანი ქვეყნების ოფიციალური პირების პოზიცია იყო, რომ ევროკავშირისთვის სწორედ რუსეთთან ურთიერთობა არის პრიორიტეტი და ამის გამო წეთქვა საქართველოს უარი მეფზე. თქვენი აზრით, თუნდაც რომ იყოს ძალიან სერიოზული რეაქცია დასავლეთის მხრიდან, გაითვალისწინებს თუ არა ამ რეაქციას რუსეთი? აი, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ძალიან სერიოზული რეაქცია თუ იქნება და ერთიანი პოზიცია თუ იქნება, რუსეთი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს. რა ბერკეტი აქვს ევროპას დასავლეთს, ზოგადად რა ბერკეტი აქვს, რომ რუსეთზე ზეგავლენა მოახდინოს? ძალიან ბევრი ბერკეტები აქვს. ეხლა ერთი გადაცემა ნამდვილად არ გვეყოფა საამისოდ. რუსეთს ძალიან დიდი ინტერესები აქვს ევროპასთან ურთიერთობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან ურთიერთობაში. რუსეთს თქვენ ხედავთ, როგორი პოლიტიკა გაცხადებს ნატოს მტრად, მაგრამ პრეზიდენტ პუტინი ჩადის სამიზზე და ელაპარაკება ნატოს ლიდერებს, საუბრობს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. რატო? ხო არავინ არ აიძულებს, თუ მას ამის ინტერესი არ აქვს და თუ ამის მეორე ხუი მართლაც იზულება არ აქვს, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ ამ სახელმწიფოების გარეშე რუსეთს მომავალი არ აქვს და ამ სახელმწიფოების ერთობამ ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ ვინმეს, ასე ვთქვათ, ნება ვერ გაეტეხა. ამ სახელმწიფოების ერთობის პირობებში ეს აბსოლუტურად გარანტირებულია. ყველა სახელმწიფო დაიხებს უკან. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ლაპარაკია მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. ეს სახელმწიფოები, ნატო და ევროკავშირი, იგივე გაერო თუ ეუთო, ჩვენ ამავნებთ, რომ მოსთხოვოს რუსეთს რაღაცა თავის ტერიტორია დათმოს, ან რაღაცა თავისი ლეგიტიმური ინტერესები დათმოს. ამ სახელმწიფოებმა უნდა გამოხატოს თავისი მტკიცე პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა დაიცვას ელემენტარულად ის, რაზეც მოაწერა ხელი. თუნდაც აი ახლა სუბოლოს 15 აპრილს გაეროში რეზოლუციას უყარეს კენჭი ერთხმად, მათ შორის რუსეთმა, სადაც პირდაპირ წერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და მხარდაჭერა ამ სახელმწიფოების მხრიდან. ანუ რაიმეს ისეც განსაკუთრებულს კი არ თხოვენ პრინციპში და აიძულებენ. ამდენად რუსეთისთვის ძალიან რთულიც უკან დასახევი არ იქნება, იმიტომ რომ რუსეთი დღესაც ფორმალურად აი ამ რეზოლუციით აცხადებს, რომ ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უბედურება ის არის, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას და ჩვენ სწორედ ამაზე ვრეაგირებთ, თორე ჩვენ აი ამ ფარატინაკ აღალდით, ამ შემთხვევაში გაეროს ამ ფარატინაკ აღალდით კი არ ვიმშვიდებ თავს. ამიტომ ვარ ჩვენ ძალიან სერიოზულად შეშფოთებულები. მაგრამ პარალელურად მუდმივად სწორედ ამაზე მუდმივად აკეთებდა ამას, მაგრამ აქამდე არასდროს არ მისულა, რომ იგი აპირებს აღიაროს რაღაცა დოკუმენტები, რომელიც არის გამოცემული სეპარატისტული ხელისუფლების მიერ, აღიაროს იურიდიული პირები, რომლებიც იქნებიან დარეგისტრირებული ეგრეთ წოდებული სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გამოცემული კანონებით და ასე შემდეგ. და აქვე ლაპარაკობს ამ განცხადებაში, რომ თურმე ეს ყველაფერი მიმართული არის იმისკენ კი არა, რომ როგორც სამშვიდობო პროცესში მედიატორმა ხელი შეუწყოს კონფლიქტის დარეგულებას. პირდაპირ თავხედურად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არის, აი ერთ ფრაზაში არის ნათქვამი, რომ ხელი შეუწყოს აფხაზეთში და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თითქოს ეს სახელმწიფოები იყვნენ მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე ამ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. ასე რომ აი ამ ასე ვთქვათ დადგენილებით რუსეთი საუბრობს ამ ტერიტორიებზე თითქოს როგორც ესენი იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ იურიდიულად აი ამ ნაბიჯს არ დგამს აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაპირებთ თავი მოვიტყუოთ. და ამიტომ მოუწოდებ ჩვენს მეგობრებს, რომ ისინიც ნუ მოიტყუებენ თავს. რუსეთი დგამს ამ მეტად პროვოკაციულ და საშიში ნაბიჯს და ბუნებრივია საჭიროა ადეკვატური რეაგირება დასავლეთის მხრიდან და მერწმუნეთ, ნამდვილად გაერთიანებულ ევროპას, გაერთიანებულ დასავლეთს აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები, რომ რუსეთს აი ეს ნაბიჯი უკან
ვთქვათ, გადაადგმევინოს და არ განახორციელებიოს ის გეგმა, რა გეგმაც აი აქ ჩამოაყალიბა. ბატონო გიორგი, მაგ დოკუმენტშივე წერია, რომ რუსეთს არ სჯერა და არასერიოზულად მიაჩნია საქართველოს სამშვიდობო მიზნები. იმიტომ რომ საქართველომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს ძალის არ გამოყენების შესახებ. იგივე წერია გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაში. იგივე არ წერია. აი, აღნიშნულია ფაქტად, რომ საქართველომ უარი თქვა ამაზე. მაგრამ ეს რუსეთი სულ სხვანაირად swams ამ საკითხს და ეს აბსოლუტურად დემაგოგიურად swams. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს ძალის გამოყენების თაობაზე, შეთანხმებაზე ხელმოწერისა. ჩვენ თავარია, რომ კონდეს გარანტია ჩვენი ხალხის, დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უკან დაბრუნებისა. თუ იქნება ამის გარანტია და შექმნილი ნორმალური პირობები უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს და ჩვენ ღმერთია მოწამე და ხალხი ხედავს ჩვენი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოებრივ გვინდა ავაშენოთ 7 გარემოში ნორმალური ცივილიზებული ქვეყანა და იცით რაზეც ვართ გადართულები ძირითადად ეს არის ეკონომიკის მშენებლობა და ლაპარაკის ნაცვლად საქმის კეთება. თუმცა თქვენ ოპოზიცია მათ შორის გაკრიტიკებთ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა სამშვიდობო პროცესისათვის. როდესაც ვარდების რევოლუციის ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მან დაიწყო ბევრ პრობლემაზე ფიქრი, გარდა პირდაპირ უშუალო საუბრისა აფხაზეთთან. ესეც არ არის სიმართლე და უბრალოდ უსამართლობაა ნამდვილად. ჩვენ არაერთი ინიციატივით გამოვედით. კონკრეტულად შეგიძლიათ დაასახელოთ რა გააკეთეთ ამისათვის? კონკრეტულად მაგალითად ელემენტარული ამბები ავიღოთ, იგივე ცხინვალის რეგიონიდან გახსოვთ თქვენ. ცხინვალის რეგიონში გასაგებია ეს არის კონტრარგუმენტი, რომ ცხინვალი არ გასაგებია. ხა აფხაზეთზე ვისაუბრეთ. ცხინვალის რეგიონში გაკეთდა, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტათი წინ წავედით, მაგრამ იქ პარალელურ რეჟიმში რატომ არ კეთდებოდა იგივე აფხაზეთში? ან თუ კეთდებოდა, მაშინ თქვენგან გვაინტერესებს რა კეთდებოდა? ამის თქმა დავიწყე. კეთდებოდა ანალოგიური ინიციატივები, რაც გაკეთა ცხინვალში და იქ ბევრად მეტი პირობები იყო შექმნილი იმისათვის, რომ ამ ინიციატივებს თავის მიზნისთვის მიეღწიათ. სამწუხაროდ აფხაზეთში ნიშნულოვნად განსხვავებული ვითარება თქვენ კარგად მოგახსენებათ. ერთი რომ იქ მოსახლეობის პრაქტიკულად 3/4 არის გამოძევებული იქიდან, ტერიტორიები არის დასარიელებული პრაქტიკულად. ვინც იქ არის დარჩენილი, ისინი უბრალოდ არიან ყოველდღიური იმ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ აი ქართველები არიან მტრები და ასე ვთქვათ, აი ამითი ყვებავენ მუდმივად დიდს და პატარას და ბუნებრივია ამგვარ ჩვენს ინიციატივაზე, რაზეც პოზიტიურად რეაგირებენ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში ანალოგიური გამოძახილი მას არ აქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვსვამდით უკვე სხვა საკითხებს, რომ უნდა შევცვალოთ ფორმატი, უნდა გავიყვანოთ იქიდან რუსის ჯარი, რომელიც არანაირად სამშვიდობო ჯარს არ წარმოადგენს და უნდა გაერო ისევ გაუგრძელა 6 თვის მანდატი. მას არ გაუგრძელა, ძალიან გთხოვთ ეს არ შეგვეშალოს, გაუგრძელა გაეროს დამკვირვებლებს. და ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. გაეროს დამკვირვებლები და რუსეთის ჯარი. უკაცრავად, თუმცა არაფერს არ აკეთებს. აკვირდებიან და ჩვენ ინტერესებში შედის, რომ ის იყოს ვიღაცა საერთაშორისო დამკვირვებელი, რომ ნახოს მაინც იქ რა ვაკხანალია ხდება და რა უმჯობესობა ხდება და მათ შორის ნახოს რას აკეთებს ის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალა. ასაგება ბატონო გიორგი, მაგრამ იგივე გაეროს დასკვნაში პოზიტიურად არის შეფასებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მხარდაჭერა ამ სადამკვირვებლო მისიისადმი. თქვენ როგორ ფიქრობთ რუსეთი ხელს მოაწერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ აღიარებას იმის პარალელურად, როცა ესეთ რაღაცას აკეთებს, თუ რაღაცა სათავისოს არ ჩაწერს? რუსეთი არის გაეროს მნიშვნელობის საბჭოს მუდმივი წევრი და არანაირ რეზოლუციას უბრალოდ არ გაიტანს, თუ რაღაცა სათავისოდ არ დაწერა და ჩვენ სწორედ ამიტომ ვეძახით, რომ ბევრი ეს რეზოლუცია არის დარჩა პარატინა ქაღალდად. იმიტომ რომ რუსეთი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბლოკავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ რუსეთს აქვს დაბლოკის საშუალება როგორც გაეროში, ისე ეუთოში, ჩვენ მაინც მთელი ამ წლების განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში წავიწიეთ წინ. მაგალითად, სულ ეხლახან რუსეთმა ვერ შეძლო დაებლოკა ისეთი კონსტრუქციული ინიციატივა, რომელიც იყო წამოყენებული პრეზიდენტის მხრიდან. ბატონო გიორგი რისი დაბლოკად შეეძლო. რა თქმა უნდა, მაგრამ მე გეუბნებით ეხლა გაეროზე ვსაუბრობ, ხო? და ვერ დაბლოკა ის, რომ ჩვენ გადავაწყვეტიეთ გაეროს, რომ მოხდეს გადასინჯვა სამშვიდობო პროცესის, რომ ვნახოთ რეალურად რა მოგვიტანა ამ ეგრეთ წოდებულმა სამშვიდობო პროცესმა და დარწმუნებული ვარ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ იტყვის, რომ რაიმე პოზიტივი მოგვიტანა, პირიქით რეალურად გაუარესებაც კი გვაქვს ადგილზე, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა ელემენტარულად, შეეწირა ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო პროცესს და მათ
უმსგავსო ქმედებას სეპარატისტებთან ერთად და შესაბამისად ჩვენ გადავდგით ნაბიჯი იმისკენ რომ ეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები იქიდან გავიდნენ ერთხელ და სამუდამოდ და ისინი იქნენ ჩანაცვლებული საერთაშორისო სერიოზული სამშვიდობო მისიით. აი სწორედ ამ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევით იმ ზეწოლით რომელსაც ახორციელებდა არა მარტო საქართველოს უკვე ის დასავლეთი რომელზეც თქვენ საუბრობთ რა გავლენა და რა ძალა აქვს. ანუ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდური მუშაობით შეიძლება რეზულტატის მიღწევა. თქვენ ამას აკეთებდით რუსეთი ძალიან რეალურ ნაბიჯებს გავს ანექსიისათვის და ამ შემთხვევაში საკითხი დგას ასე რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის რომ დაებრუნებინა აფხაზი ხალხის ნდობა არ ვლაპარაკობთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ აფხაზ ხალხზე რა გააკეთა იმისათვის რომ ნდობა აღდგენილიყო რომ ამ ადამიანებს ერწმუნათ რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ტერიტორია და შეძლოთ მათ თანაცხოვრება მშვიდობიან გარემოში ქართველებთან ერთად. ჩვენ იმიტომ კი არა რომ ქართველები ვართ და თბილისში სტუდიაში ვხედავთ, ჩვენ რო ვიტყვიან დათვის მეგობრებად არ უნდა ასე ვთქვათ წარმოაჩინოთ ჩვენი თავი. აფხაზი ხალხი ჩემთვის და ალბათ ლეგიტიმურად ყველასათვის არის ის ადამიანებიც მათ შორის ვინც ამჟამად და უმრავლესობა მოსახლეობისა არის გამოძევებული იქიდან. გასაგებია ბატონ გიორგი, მაგრამ ისინი ვინც გასაგებია რომ ადამიანების ინტერესები თქვენ ამბობთ იმაზე ვინც იქ არის დარჩენილი. კი ბატონო, მე დაგიკონკრეტებთ. აი რა გავაკეთეთ? პირველ ყოვლისა გავაკეთეთ ის რომ ზემო აფხაზეთში დავანახეთ მათ რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და წესრიგი. განსხვავებით იმ ანარქიისაგან და ქაოსისაგან, რაც სუფევს იმ ტერიტორიებზე, რასაც აკონტროლებს სეპარატისტული ხელისუფლება. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მეორე, აჭარაში, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის ძალიან სერიოზული ნათელი მაგალითი ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისათვის, იმიტომ რომ აჭარას არის ავტონომიური რესპუბლიკა, არ ვადარებ როგორც ეთნიკურ ჯგუფთან დაკავშირებით არ ვლაპარაკობ, იქ ქართველები ცხოვრობენ, იქ აფხაზები, მაგრამ იქაც ავტონომიური რესპუბლიკაა და არავინ მიუხედავად იმისა, რომ იქ იქაური ლიდერი როგორც ახლა სეპარატისტების ლიდერები აფხაზეთში ამბობდნენ რომ აი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოვა ყველა ხალხს დახოცავს აქ რაღაც საშინელებას დაატრიალებს ჩვენ მივედით და საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო აღშენებლობა და დაიწყო ძალიან სერიოზული წინსვლა. შემდეგ დანარჩენ საქართველოში ეს იმიტომ რომ იმათმა დაინახეს რომ კოდორის და ზემო აფხაზეთში განხორციელებული ნაბიჯით სეპარატისტებმა დაინახეს რომ მათ დაემუქრათ სერიოზული საფრთხე სეპარატისტებს დაემუქრათ საფრთხე და სწორედ ეს დაინახა აფხაზეთის მოსახლეობამ რომ სეპარატისტების შანსები შემცირდა და გაიზარდა ერთიანი ძლიერი საქართველოს შანსები. ასევე სეპარატისტების შანსები შემცირდა მას შემდეგ როცა თელმა ცივილიზებულმა სამყარომ ამ შემთხვევაში დასავლეთ გულისხმობ ნატომ თქვა რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამით სეპარატისტების შანსები შემცირდა და სწორედ ამიტომ მათი პატრონები დღეს ეხლა ჩქარობენ რომ რაღაცა პროვოკაციაზე წამოგვაგონ, იმიტომ რომ მათ იციან რომ დარჩათ აი ის დრო რომელსაც მოთulis ის წამზომი რომელიც ჩართულია ამ გადაწყვეტილების შედეგად და გარდა ამისა დანარჩენ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ის პროცესები რომელი პროცესებიც უნდა მიდიოდეს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური აღორძინება ქვეყნის ჩვენ დავიწყეთ გზების მშენებლობა სკოლების, ჰოსპიტალების ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა. დავიწყეთ ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელთანაც განსაკუთრებული პრიორიტეტი გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობების უფლებების დაცვა. ჩვენ ეხლახან კიდევ ერთი უფრო სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი იქნება აფხაზი ეროვნების, ანუ შემოვიღეთ პოზიტიური დისკრიმინაციის მექანიზმი. მარილი აკლია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთ აი ამ პოზიტიურ ნაბიჯზე, ნუ ახლა მე მგონი დამეთანხმებით, რომ ყველა ეს არის გარკვეულწილად ყველა თავის სფეროში პოზიტიურ ნაბიჯი. ვერც ერთ ამ პოზიტიურ ნაბიჯზე რაიმე სიგნალი, რომ იმეს ეთქვა, რომ აი ჩვენ რაღაცა იმედის ნაპერწკალი გაგვისვა და ჩვენ მივესალმებით ამა თუ იმ ნაბიჯს. ყველა ჩვენ ნაბიჯზე გვესაუბრებოდნენ, რომ ეს არ არის. მისაღები ჩვენ არ გესაუბრებით მშვიდობაზე, ჩვენ არ გესაუბრებით რეინტეგრაციაზე, ჩვენ გესაუბრებით დამოუკიდებლობაზე. ახლა ეს არის მათი პასუხი იგივე ამ ბოლო ინიციატივებს.
და ეს არის მათი პატრონების პატრონები ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც თქვენ ეხლა საუბრობთ სამშვიდობო გეგმაზე, როდესაც საუბრობთ ამ სამშვიდობო კონკრეტულ გეგმაზე ვლაპარაკობ, პაატა ზაქარიაშვილმა, რესპუბლიკებმა პაატა ზაქარიაშვილმა განაცხადა, რომ ეს გეგმა მას გაცილებით ადრე ჰქონდა კონცეფციის სახით და ამის გამო თქვენ მას მოღალატეთ, ხელისუფლებამ მას მოღალატე უწოდა. რა დამოკიდებულება იყო მაშინ თუნდაც პაატა ზაქარიაშვილის მიმართ და დღეს რატომ შეცვალა ხელისუფლებამ კურსი, როცა შეეძლო იგივე რამ გაეკეთებინა უფრო ადრე? ხელისუფლებას როგორც ასეთი მე პაატას კარგად ვისწრებ, ჩვენ ტყვეები ერთად გამოყვავდა და იქ მძევლად დარჩენილები აფხაზეთიდან და ვიცი მისი, ასე ვთქვათ, ადამიანური თვისებების შესახებ, მაგრამ მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებას არავისთვის მოღალატე არ დაურქმევია. მოსახლეობად იყო ესეთი. დავასრულებ ეკა. ფაქტს ვადასტურებ, რომ იყო ნამდვილად ესეთი, როდესაც პაატა ზაქარიაშვილზე თქვას, რომ ის არის მოღალატე. ეკა გამეორებით მე მგონი არაფერი არ შეიცვლება. ხელისუფლებას არავინ არ დაუბრუნდა შეუძლება ესეთი კვალიფიკაცია ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ხალხი ლაპარაკობდა მაშინ, როცა პაატამ განაცხადა, რომ გალში თურმე არჩევნებზე ხალხი საქართველოს ხელისუფლებამ ძალით გარეკა. ეს ნამდვილად არ შეესაბამება ერთი სიმართლეს და მეორე ნამდვილად არ არის პატრიოტული განცხადება, რომ თურმე ჩვენ ქართველებს გალში ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით ძალით ვერეკებით. ამიტომ ეს დაგმო იქ ხალხმა, მე ვფიქრობ ნამდვილად სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო და ეხლა როცა თუ მოდით ვილაპარაკოთ სერიოზულად. ლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთი საქართველო გამხდარიყო ძლიერი სახელმწიფო, მოძლიერებულიყო ქვეყნის შიგნითაც და დამეთანხმებით ალბათ რამდენი რამ გაკეთა ყველა ჩვენი შესაბამისი სტრუქტურის გასაძლიერება და ქვეყნის გარეთ. მაგრამ მაინც მინდა რომ შეგაწყვეტინოთ და ამის პარალელურად გამოვდიოდით აი სულ მუდმივად სამშვიდობო ინიციატივები და ამ ინიციატივებს ისე ჰაერში კი არ ვისროდი. ამაზე მუშაობდით ჩვენ გაეროსთან, ეუთოსთან, ევროკავშირთან, ნატოს ფარგლებში და ვემუშაობოდით პირადადაც. შედგა არაერთი პირადი შეხვედრა ჩვენი მინისტრებისა, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა, სწორედ აფხაზ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეხლა ბუნებრივია ამ საკითხებთან დაკავშირებით საქმის ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ ამას ვერ გავახმაურებით, იმიტომ რომ ეს მათთვის იქნებოდა უკვე სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ როგორც კი მათი პატრონი დაინახავს რომ სეპარატისტების მხრიდან ვიღაცა ჩვენი მიმართულებით ნაბიჯს გავს, იმ წუთას იმას გააკროვდნენ და ამაში დამეთანხმებით და აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი წასულიყო და ხა ყველაფერს პრესით ვერ იტყვი და ყველაფერი არ ითქმება, ხო? და გარდა ამისა რაც ხილული ასე ვთქვათ ნაწილი იყო. რაც ხილული იყო. არა, არც საფრთხეთის შემთხვევაში არ გვითხოვს ყველაფერი და არც მომავალში ვიტყვით, იმიტომ რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ამ წუთას ფორმალურად წარმოადგენს სეპარატისტულ რეჟიმს და ხედავს რომ საბოლოო ჯამში თვითონ რუსეთის პოლიტიკას და სეპარატიზმს შეყავს მისი ერი ჩიხში, ისინი ფიქრობენ ამაზე, გული ალბათ უწუხთ და საუბრობენ ჩვენთან. ასევე საუბრობოდით ჩვენ ბატონ სანაკოევს და ხედავთ თქვენ სანაკოევთან აი ამგვარმა საუბრებმა ერთჩვენიერ დღეს ვიგუყვანა იმ მომენტამდე, როდესაც სანაკოევმა თქვა, რომ მე ძალიან კარგად ვხედავ, საით მიყავს სეპარატიზმს ჩემი ერი და ეგრეთ წოდებული სეპარატისტების პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გახდა ჩვენი ინტერესების საერთო ინტერესების ამ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების მთელი საქართველოს და მისი ერის, პატარა ერის, ოსი ერის ინტერესების სადარაჯოზე და ამ ინტერესების დამცველი. და არის თუ არა ეს აი ამ კონკრეტული მუშაობის შედეგი. თქვენ ახლა ძალიან კარგად იზისედაც რამდენი რამ კეთდება იგივე ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ტელევიზიები, რადიოები, პუბლიკაციები, სტუდენტების საყვანა. ყველაფერი რაც შეიძლება რომ გაკეთდეს ყველაფერი კეთდება. ეხლა თქვენ როგორ ჩვენ ინტერესი გვაქვს რომ დავიბრუნოთ ცხინვალის რეგიონი და არ დავიბრუნოთ აფხაზეთი. თუ ეს ყველაფერი რაც მე ჩამოთვალე თქვენთვის საკმარისი არ არის, მე მინდა გითხრათ რომ არ ჩემთვის არის საკმარისი, იმიტომ რომ აი ამ სრულყოფილებას თუ ასე ვთქვათ ძალისხმევას რომ გააკეთო მაქსიმუმი ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზღვარი არ აქვს. ჩვენ ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ და უფრო და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ეს ძალიან კარგად მესვე ხა თქვენ როგორც ჟურნალისტი კარგად გავთ გასნობიერებული რამდენი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს აინტერესებდა, იმიტომ მეკითხებით და ბუნებრივია ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ხალხმა. არ ჩვენ არ ვართ კმაყოფილები რაც გავაკეთეთ. ჩვენ ვაპირებთ კიდევ მეტი გავაკეთოთ. მეც მაგ პატრონი როგორც აღარ მოქალაქეს.
ბატონო გიორგი, თქვენ საუბრობთ მუდმივად სეპარატისტულ ხელისუფლებაზე. რატომ არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მას პრობლემები აქვს აფხაზებთან, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრება აფხაზებს არ უნდათ? დიახ, ეს არის ეს სერიოზული პრობლემა და ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ნდობის აღდგენაზე და ჩვენ მიგვაჩნია რომ ენის მოშლეკით ლაპარაკი ეს არ არის ნდობის აღდგენა თუ ვინმე ამას გულისხმობს და სწორედ ჩვენ მიგვაჩნია რომ ნდობა და პატივისცემა რომ აფხაზებს არ უნდათ ქართველებთან საუბარი, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ სამშვიდობო გეგმის შეთავაზებას? მე ეს არ მithქვამს, მე ვამბობ რომ დღეს ის ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ ამ წუთას სეპარატისტული რეჟიმის ქვეშ არიან ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება თავისუფალი აზრის გამოხატვის, იქ არ არის არანაირი დემოკრატია, იქ ყველანაირი ადამიანის უფლებები არის ფეხქვეშ გათელილი, ეს ერთი მხრივ და ამიტომ ჩვენ იქ ნამდვილად ვერ გავიგებთ სანამ არ იქნება დემოკრატიული ვითარება იქ რეალურად რა უნდა იქ ადამიანებს და ამას ვერან ვერ გაიგებს, ეს დანარჩენი ყველაფერი დემაგოგია იქნება და მეორე მხრივ მეორე მხრივ ნდობა შეექმნება იმ ადამიანებს მაშინ, როდესაც დაინახავენ რომ ეს ქვეყანა, რომელშიც ცხოვრებას მათ თავაზობენ და აუცილებლად ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ღირსეულად იცხოვრობენ, იმსახურებს პატივისცემას და ჩვენ სწორედ აი ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ დაშლილი დაქცეული ქვეყანა, კორუმპირებული, რომელსაც არ ყავდა არც ჯარი, არც პოლიცია, არც უშიშროება, რომელსაც არ ჰქონდა დენი, რომელსაც არ ჰქონდა გზა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა განათლების, არც საშუალო, არც უმაღლესის, რომელსაც არ ჰქონდა საერთოდ არანაირი რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, აი ეს ყველაფერი შევეცადეთ რომ მოგვეწესრიგებია რაღაცა დონეზე, რაც მოვასწარით აი ამ ვითარებისთვის და შეუქმნით ყველას, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებს და უცხოელებსაც იმის ასე ვთქვათ, გარანტიები, იმის პირობები, რომ მათ ატივისცენ ჩვენ ქვეყანას. და რა შეიძლება? რეპუტაცია. რატო? 7 ნოემბრის შემდეგ რეპუტაცია, რომელსაც თქვენ საუბრობთ, ძალიან შეიძლება და სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ ბაგაფი ძალიან ხშირად იხსენებს. აი ამ მოვლენების ფონზე, აი ამ რუსების განცხადების ფონზე, ეს კიდე ბევრჯერ გადაისინჯება, რა იყო 7 ნოემბრის უკან, ვინ იდგა განსაკუთრებით 7 ნოემბრის უკან თვითონ ამ შემთხვევაში იმედის ჟურნალისტებმაც თავისი ნაბიჯით ძალიან კარგად დაგვანახეს და ეხლა სირაქლემის პოზიციაში მუჩავდგებით 7 ნოემბრის უკან რა იდგა, რა საფრთხე იდგა. მე ვლაპარაკობ იმ ათასობით ადამიანზე, რომელსაც არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდა, საერთოდ უგიზგებდნენ მათ, მაგრამ ვინც მართავდა ხო ამ პროცესს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რატო არ უნდოდა რუსეთს ახალგემისული ამ გადაცემაში ვერ მოვაზრდა ბატონგია და ამის შემდეგ 7 ნოემბერი როგორ დამთავრდა, ისიც კარგად ვიცით, 7 ნოემბერი დამთავრდა პრეზიდენტის გადადგომა. თქვენ გინდათ რომ მე რაღაცა ასე ვთქვათ ხელთათმანი მესოლოთ და მე არ გიპასუხებ. ამის შემდეგ ეს დამთავრდა. არა, რახან თქვით, ამიტომ დავამთავრებ. წინადადებას დავასრულებ, რომ 7 ნოემბერი დამთავრდა პრეზიდენტის გადადგომით და პრეზიდენტის მიმართვით ხალხისადმი ხალხო მითხარით, მაქვს თუ არა უფლება გავაგრძელო ამ ქვეყნის მართვა იმ ჩემი პლუსებით და მინუსებით, შეცდომებით და გაკეთებული საქმით და ხალხმა უთხრა მას გააგრძელე მართვა, გაერთიანე ქვეყანა, ილაპარაკე ნაკლები და აკეთეს საქმე. და აირჩია ეს პრეზიდენტი. ძალიან მოკლედ, მშვიდობას რა შანსი რჩება დღეს ამ სიტუაციაში? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაუშვათ ჩვენი ქვეყნის დაშლა და საქართველოს ფეხზე დაჭერა. მე მჯერა ქართველი ხალხის და მე მჯერა ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაშია, ამ შემთხვევაში მე მოუწოდებ ყველას კონსოლიდაციისკენ, დღეს უნდა გადავდოთ ყველაფერი უკანა პლანზე, გავერთიანდეთ და რისი საშუალებაც გვაქვს. თითოეულმა ქართველმა უნდა მოუწოდოს ყველა ევროპელს, ყველა ამერიკელს, რომ ხმა მოიგოს, აი როგორც აკეთებენ მრავალ სხვა სახელმწიფოებში, არ მინდა ანალოგიების მოტანა და უნდა დავდგეთ ერთად, დავირაზმოთ, რომ საქმე არ მივიყვანოთ არავითარ შემთხვევაში სამხედრო კონფრონტაციამდე და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი რესურსი იმისათვის, რომ დიპლომატიური, იურიდიული და სამართლებრივი გზებით მივახციოთ საქართველოს ერთიანობას და საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ეს იყო ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამი. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა, თუმცა ყველაფერი ბოლოს რაც თქვენ გვისთ, ეს თქვენი პასუხისგებლობაა და არა ხალხის. დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისგებლობაა და ჩვენი მოქალაქეების ერთად